Hei, გამარჯობა, მოკლედ ეს იქნება VS Code-ის ტუტორიალი რა. და ამ ტუტორიალში, ანუ ამ გაკვეთილში მე აგიხსნით შორტკატებს რა. თუ რა არის უფრო გამოსადეგი VS Code-ისთვის და მარტივ შორტკატებს გავივლით ამ ვიდეოში. მოკლედ, პირველ რიგში კარგი იქნება თუ HTML-ს დავაგენერირებთ, იმიტომ რომ მაინც ახლა კოდი უნდა ვწეროთ და იყოს HTML-ი მარტივი არის და დამატებით შორტკატებსაც დავამატებ HTML-ისას. პირობითად რო ავიღოთ, ხო, ყველაზე მარტივი რაც შეიძლება იყოს HTML-ში არის რომ ტექსტს როდესაც წერთ ავტომატურად VS Code გვაძლევს დაბოლოებებს, ხო, რა როგორ მთავრდება და კოდის ავტომატურად, ანუ ტეგებს ავტომატურად წერს, ხო? მაგალითად შევქნათ HR ტეგი. HR ტეგი არის ძალიან მარტივი, ამას დახურვა არ სჭირდება არაფერი, უბრალოდ ხაზის ტეგი არის და ესე მარტივად გამოიყურება. პირველ რიგში რაც დაგჭირდებათ ეს არის Ctrl+C, Ctrl+V, Ctrl+C, Ctrl+V, Ctrl+V-ს ვამეორებ ესე და ქვემოთ ესე იწერება. ხო? თუ Ctrl+Z-ს დავაჭერ, ისე უკან დაბრუნდება. თუ Ctrl+Y-ს დავაჭერ, ისევ წინ წავა. ანუ ეს იყო Ctrl+C, Ctrl+V, ეს იყო Ctrl+Z, ეს იყო Ctrl+Y. ხო? Ctrl+Z არის უკან დაბრუნება მოქმედების, Ctrl+C, Ctrl+V არის კოპირება და შემდეგ ჩასმა. თუ ერთხელ დააკოპირებთ და μετά ჩასმას დააწვევით, ავტომატურად დუპლიკატები შეიქმნება და მიყვება ხაზებს. თუ Ctrl+Y-ს დააწვევით, მაშინ წინა მოქმედება გადმოდის მომავალში რა. ანუ თუ უკან დააბრუნე მოქმედება, შეიძლება ისევ წინ და წამოწიო რა. ხო. აი ეგ არის ძალიან მარტივი შორტკატებია. კიდევ დამატებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ. აი ესე თუ მოასელექტებ და tabs დააწვევი ავტომატურად ყველა ტეგი, ანუ ყველანაირი კოდი წინ გამოიწევს ავტომატურად. ჩვეულებრივად ერთ ხაზად შეგიძლია tab-ის დაჭერით ესე წინ წამოწიო, ძალიან მარტივი არის. კიდევ შეგვიძლია რომ ეს სიტყვები Ctrl-ზე დაჭერისას და backspace როცა ვაწვევით, ხო, მთლიანი სიტყვები წავშალოთ, ხო? აი ესე. ესეც ძალიან გამოყენებადია. კიდევ Shift-ს როცა ვაწვევით და Delete-ს, მთლიანი ხაზი იშლება. აი აქ, Shift-ი და Delete-ი. რა თქმა უნდა, გვაქვს კიდე Shift-ი და Backspace-ი, მაგრამ ეს არაფერს არ ვაკეთებს, მაგრამ Ctrl-ს და Backspace-ს თუ ვაწვევით, მთლიანი სიტყვა იშლება, როგორც გითხარით. Shift-ი და Delete-ით კიდევ მთლიანი ხაზი. აი ესე. კიდევ მინდა გითხრათ Ctrl+D-ს შესახებ. Ctrl+D-ს ძალიან კარგი კომანდია, ესე მონიშნავთ, რაც ქნებავთ. ხო, ან ესე, არ აქვს მნიშვნელობა. რასაც მონიშნავთ Ctrl+D-ს რო დააწვევით, ინიშნება დანარჩენებიც და შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ტეგი ან რამდენიმე კოდი დააედიტოთ. ეს ვცელება არა მარტო HTML-ზე, ეხლა რაც ვილაპარაკე, არამედ სხვა პროგრამირების ენებზე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ხო? გვაქვს კიდევ კომენტარები, ხო, კომენტარის გაკეთების საშუალება, ანუ შეგვიძლია დავდგეთ ნებისმიერ ლაინზე, ნებისმიერ ადგილას და დავაჭიროთ Ctrl კითხვის ნიშანს. ესე მთლიანი ხაზი და კომენტარდება და Ctrl კითხვის ნიშანზე ხელახლა დაჭერით, შეგვიძლია პირიქით ეს კომენტარი მოხსნათ, ხო? ესე კარგი არის, იმიტომ რომ რაღაც კოდის გათიშვა როცა გვიწევს, ხო, ესე დავაწვევით და მარტივად გაითიშება. ასე შეგვიძლია მოვნიშნოთ და ერთნაირად დავაკომენტაროთ, ან პირიქით გავუშვათ და ესე მოხსნათ, ხო? ესეც ძალიან გამოსაყენებელია და პროდუქტიულობას გაგიზრდით კოდის წერისას. კიდევ ახლა გადავალ მარტივ HTML-ის კომანდებზე, მაგალითად, ზოგადად ვიცით რომ ტექსტს როცა ვწერთ, ხო, ავტომატურად აგენერებს, ეგ უკვე ვახსენეთ. კიდევ ჩვენ შეგვიძლია დავაგენერიროთ div-ები შესაბამისი კლასებით. მაგალითად, თუ კლასს ვასელექტებთ CSS-ით, ხო? წერტილით, ხო? აქაც CSS-ს დავწერთ ჩვეულებრივ კლასის სახელი, რაც გვინდა რომ ერქვას. მაგალითად, post-ის div-ი გვინდა რომ შევქნათ, post-ს დავწერთ და ავტომატურად შეიქმნება div-ი, რომელსაც ექნება კლასი post-ი, ხო? ესე შეგვიძლია გავაკეთოთ. ასევე შეგვიძლია კიდევ ერთიც მივთითოთ. მაგრამ ესე არ იმუშავებს, ანუ ეს კოდი მუშაობს მარტო ერთ ხაზიანებზე. Okay. კიდევ შეგვიძლია ახლა აქ ავტომატურად წერტილს რო ვწერთ და კლასის სახელს ან რაღაცას, ხო, მარტო div-ს აგენერებს, div tag-ს აგენერებს, ხო? DS-ზეც ანალოგიურად მუშაობს, post-ს თუ დავწერთ აქ, უბრალოდ ეს იქნება ID, როგორც CSS-ის სელექტორებში გვაქვს. ასევე, ანუ ეს არის დეფოლტები და ჩვენ შეგვიძლია ასევე ხელითაც დავწეროთ ტეგის სახელი. მაგალითად, spans თუ დავწერთ, ესე აკეთებს.
მაგრამ spans თუ დავწერთ და წერტილით მივუთითებთ მაგალითად იყოს რაღაც read more, ხო? შეიქმნება კლასით read more. ესეც ძალიან მოსახერხებელია. კიდევ რაც შეეხება input-ებს, input-ების ალბათ როდესაც დაწერთ, დაინახავთ აი აქაც წერია ორი წერტილები. აქაც თუ არ ამოგიგდოთ, შეგიძლია ესე ორი წერტილი და მაგალითად plus რო დაწერთ ავტომატურად პასვორდს ამოაგდებს, ხო? sus რო დაწერთ ავტომატურად search-ი და submit-ი ამოვარდება. ამიტომ ესეც გამოსადეგი რამე არის. იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო და გამოიყენებთ shortcut-ებს, რაც დაგეხმარებათ შემდეგ კოდის წერაში. გთხოვთ, გამოიწერეთ channel-ი, დაასაბსკრაიბეთ, ანუ channel-ი, გადათ Discord-ზე შემოგვიერთით, იქაც გვაქვს დამატებით კონტენტი და ამავდროულად გვაქვს debugging-ი, კოდის იმპლემენტაცია და სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო და არა მხოლოდ საინფორმაციო მიმებიც გვაქვს, პროგრამული მიმებისთვის ცალკე კატეგორია გვაქვს live coding-ები და აუცილებლად შემოვერთით. დიდი მადლობა რომ მისმენდით აქამდე.